მოგესალმებით მეგობრებო ყველას საღამო მშვიდობისა როგორ ხართ? ძალიან მაინტერესებს როგორ ისმის ჩემი ხმა. თუ ჩემი ხმა კარგად ისმის, გავაგრძელებ ლაპარაკს. შემომიერთდებიან, მეტყვიან. კარგად ისმის თუ არა ჩემი ხმა. იმიტომ რომ ყურმილი კი არა და სასმენი მაქვს გაკეთებული და აი ამ სასმენის მიხედვით მიკროფონი არ ვიცი როგორი აქვს და მაინტერესებს როგორ ისმის ხმა. ტყუილად რომ არ ვილაპარაკო. იუთუბერები თუ შემომიერთდებიან, გადაახვიან მერე ცოტათი. არაფერი უჭირს. გამარჯობა ლილი. კარგად ისმის ხმა, მინდა კითხო. თუ მოვიძრო ეს მიკროფონი. როგორ ისმის ხმა? რომ დავიწეროთ როგორ ისმის ხმა და გავაგრძელებ შემდეგ ლაპარაკს. კარგად ისმის ხმა, მეგობრებო, თუ საერთოდ არ ისმის ხმა. აბა ერთი მომწერეთ, რომ კარგად ისმის. ხო, ანუ ესე იგი კარგად ისმის. გავაგრძელო საუბარი? გავაგრძელებ საუბარს. საღამშვიდობის. დღეს ცოტა ვიმარიაჟებ ჩემზე. ხო და ცოტა მომისვენეთ მარიაჟობის 2 წუთი მექნება რა. ესე ზოგჯერ საჭიროა ხოლმე. ესე იგი მე რა მაძლევს იმის ძალას და უნარს რომ ამდენი ლაივები ვწერო. არ გაინტერესებთ? ხო, გაინტერესებთ ალბათ. და აი ამაზე მექნება დღეს საუბარი. ესე იგი მე მაძლევს ძალას თქვენი ესეთი საინტერესო გამოხმაურებები პირადში როგორიც არის, მაგალითად გუშინ წინ ერთ-ერთი დამიკავშირდა, რაც ძალიან ჩამრჩა რა. თავისი ცხოვრების შესახებ მომიყვა და ადამიანი ამბობს, რომ აი მთელი ცხოვრება ვეძებდი ადამიანსო, რომ გამეზიარებინა მისთვის ეს ჩემი გულის ტკივილიო და ჩემი ცხოვრებაო და თქვენი ლაიფი რომ ნახეო, ესე იგი ვუსმენდი და ვტიროდიო. სად აღარ მივედიო რა, ხან მამაოსთან მივედიო, ხან ვისთან აღარ მივედიო. მაგრამ არაო რა, არსად არ იყო ჩემი ადგილიო და აი თქვენი ლაიფი რომ ნახეო, იმის ვერი ამოვისოთქეო რა. ძალიან ბევრი მწერს ესეთი, რომელიც მადლობას მიხდის. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ამ სიხშირეზე არ არის ამოსული, როგორზეც მე ვარ და ცდილობს, რომ ჩაწვდეს ამდენი ცოდნა მოედინება თქვენგან, ამდენი რამ მე როდის მოვაღწევ თქვენამდე. აი ესეთი ფრაზები ძალიან ხშირად მესმის ხოლმე პირადში და მინდა გითხრათ მეგობრებო, რომ ეს ყველაფერი არის გახსენება. თუ კი თქვენ გაიხსენებთ თქვენს თავში ბევრ რამეს, ხომ? აუცილებლად მიაღწევთ იმასაც და იმაზე მეცაც, რასაც თქვენ ჩემგან ისმენთ. ძალიან ბევრი, რომელიც ვერ წვდება აი ამ სიღრმეებს თუ სიხშირეებს, ხომ? ძალიან ბევრი იბნევა, თუ რაზე ვსაუბრობ ვერ იგებს. აი მოგესალმებით და საღამოს ჩემს სოფლის გზას გაჩვენებთ. აი აქ არის ახლა ეკლესია. აი ამ ეკლესიაში ხა შევალთ, არ ვიცი სინათლე იქნება, არ იქნება, მე მგონი არ იქნება.
თქვენთან როგორ ჩანს არ ვიცი. ბლიც გამოვთავ ახლა, იმიტომ რომ დიდათ ვერ რო არ დაჯდეს და ეხლა ნახეთ სად მიგიყვანოთ მეგობრებო. ჩვენ ეკლესიაში ეს არის, აქ არ ვიცი ხა თქვენთან არ ჩანს საერთოდ არაფერი, მაგრამ ეხლა მივალთ ქრისტე პანტოკრატორის დიდ ხატთან. ეს ეკლესია გერმანელების აშენებულია და ეს პანტოკრატორის ხატი დაახლოებით 1-3 მეტრიანია. მიქაელ და გაბრიელ თურც მოგვართვეს და აქ შემოიტანეს მერე. აღმოსავლეთი არის აქეთ, თუმცა დააყენეს აღმოსავლეთი წესით აქეთ უნდა იყოს, მაგრამ ეს ეკლესია არის აშენებული სხვანაირად. სამხრეთ ჩრდილოეთისკენ არის, არ ვიცი რატო გააკეთეს ესე, მაგრამ სამხრეთ ჩრდილოეთისკენ არის ამბიონი. ეს არის სამხრეთის ნაწილი. არა, მოიცადე, იქით აღმოსავლეთია, იქით აქეთ ჩრდილოეთია და იქით სამხრეთია. ხო, სანამ ორიენტირებას ალღოს აუღებ. ხო, ეს არის ესე იგი ჩრდილოეთის მხარეს. დასვეს ქრისტე პანტოკრატორი. ხო. დღის განმავლობაშიც გამოვისეირებ და განახებთ მერე როგორი ადგილია აქ, ვინები ცხოვრობენ და აზრადაც არ მომსვლია, რომ ესე გამეკეთებინა თქვენთვის ერთი პატარა სოფლის გასეირნება მენახებინა. მაგრამ ახლა ღამით მოისურვა უფალმა, რომ მოვიდა. ეს არის აღმოსავლეთ მხარე უკვე. აღმოსავლეთ მხარეს ესეთი პატარა სალოცავი გააკეთეს. ეს არის ჩემი ყველაზე საყვარელი ხატი მაცხოვარის. და აქ იყო ღვთისმშობლის კიდე, მაგრამ აღარ არის. დიდება უფალს, აქ ასასვლელია და მაღლა კიდე საინტერესო ადგილია. ხო და რატო ვიმარიაჟებ ახლა და რატო მინდა რომ ვიმარიაჟო დღეს რა? თქვენ იცით რომ როგორც კი ადამიანი რაღაც საინტერესო თემებზე საუბრობს და სისტემას ამხელს. სისტემას რომ ამხელს, ეგრევე დაასაქმებენ ხოლმე თავის ბოტებს და ტროლებს, რომ ადამიანი ჩაქოლონ რა თავის სისუსტეში და მაგალითად რა სისუსტეც აქვს ახლა ადამიანის სისუსტე ჩანს. რომ რა სისუსტეც აქვს, იმას დააჭირონ მაზული, მაგრამ მინდა გითხრათ მეგობრებო რა, რომ რჩეულთა ერთ-ერთი ყველაზე ქარიზმატული თვისება არის ის, რომ თავისი შეცდომებით ის აღიარებს თავის თავს. გესმით? ანუ რჩეული არის მაშინ ადამიანი, რომელიც თავისივე შეცდომებით, თავისივე ნაკლებით თავის თავს შეიყვარებს ისე, როგორც ღმერთმა იგი შექმნა. და მინდა იცოდეთ ეს თქვენ, იმიტომ რომ ძალიან სისტემა ისე არის ჩამოყალიბებული, რომ სწორედ ამაში ადამიანებს რჩეულებს აფერხებს ხოლმე, იმიტომ რომ არ არის ადამიანი, რომელიც რჩეული იყოს და მას არ ჰქონდეს ცხოვრებისეული შეფერხება. იდეალური რჩეული არ არსებობს, მეგობრებო. მაგალითად, თუნდაც გაიხსენეთ მოსე, რომელსაც პირის ბორძი გიქონდა, ენის ბორძი გიქონდა, ვერ საუბრობდა ნორმალურად.
ასევე არსებობენ ადამიანები, რომლებიც ხეიბრები არიან და რჩეულები არიან, ასევე ადამიანები, რომლებიც უნივერსიტეტში ნასწავლი არ არიან, მაგრამ განსწავლულები არიან. მოკლედ, ერთი სიტყვით არის სხვადასხვა ხერხები, რომლითაც სისტემა რჩეულებს, ქოლავს, იმორჩილებს. დღემდე ესე იყო და ეხლა უკვე აღარ იქნება, იმიტომ რომ სინათლე გამოდის, სინათლის შუქზე, მზის შუქზე, მზემ გამოანათა და ადამიანები, რომლებიც თავიანთ მინუსებში არიან, ხო? ჩაჭერილნი მაგალითად მე რო თავიდან საუბარი დავიწყე, იმდენად მიჭირდა, იმდენად არ ვიყავი მიჩეული საუბარს. თან მით უმეტეს, როდესაც 14 წელი წასული ხარ და აბსოლუტურად სხვა ენაზე განათლება მიღებული. ტერმინოლოგიაში ძალიან ის ტერმინოლოგია, რაც მე ვთქვათ, გერმანიაში შევისწავლე, ქართულად ნაკლებად მქონდა რა ბაგაჟში, სიტყვათა ბაგაჟში და ვერ ვიყენებდი, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ადამიანმა უნდა გაიაზროს ერთი რამ. ყველაფერი ვარჯიშით ხდება, მეგობრებო, ვარჯიშის შედეგია. თუ ადამიანი თავის თავზე არ დაიწყებს ვარჯიშს, ის ვერასდროს ვერ გადადგავს წინ რაბიჯებს. ასე არის ასევე, როდესაც ადამიანი იწყებს პირველად თავისი ნაკლებზე მუშაობას, ნაკლად რასაც მიიჩნევს, ხო? ეხლა რჩეულთა ხვედრი ის არის, რომ ყველა ნაკლს ხედავენ თავისას. და ამის სხვენიათ, რომ აი რაღაც არ შემეშალოს მერე, იმიტომ რომ ხედავენ, ბევრი ვინც ვერ ხედავს თავის ნაკლს, იწყებს ლაპარაკს და აი ამას ძირითადად ეძახიან ხოლმე საკუთარი თავის მიმართ კრიტიკული ვარო ამბობენ, მაგრამ ეს არის ყველაზე დამღუპველი რჩეულთათვის, საკუთარი თავის მიმართ კრიტიკული აზროვნება. მე იმას არ გეუბნებით, რომ რაღაცა სისულელეც რო გააკეთებთ, გიხაროდეთ რა, მაგრამ როგორც კი თქვენ თავში ნაკლებს დაინახავთ, აუცილებლად უნდა დაიწყოთ ამაზე, როგორ იცით, ჩუმად მუშაობა კი არა, ხალხში მუშაობა. მაგალითად, მე გეტყვით ერთ რამეს რა. ესე ვიყავი დაახლოებით ალბათ 14 წლის. შეიძლება არც ვიყავი 14 წლის და ხო იცი, ჩვენ პერიოდში ესე ვაკეთებდით ხოლმე რაღაცა სპექტაკლს გავაკეთებდით, სპექტაკლზე ის რაღაც როლს ითამაშებ და მშობლები ესწრებოდნენ. ხო და მოხდა ესეთი რამ, რომ მე ხომ ეს დისლექცია მაქვს, რომელიც თქვათ აი ასოების გაფანტვა და ესეთი რაღაცა და მოხდა ისე, რომ წიგნი ავიღეთ და უნდა წაგვეკითხა ხმამ ახლა. ხო და ეხლა რას ვიზავდით, ეხლა არც ვიყავი მომზადებული ამ წიგნის წაკითხვა, თან ჯეროდა რომ მე წავიკითხავ კარგად. სამწუხაროდ აღმოჩნდა, რომ მე ვერ წავიკითხე კარგად და იმდენად რთული აღმოჩნდა ჩემთვის ეს ხმამაღლა წაკითხვა, რომ აი შინაგანი რაღაცა წვის შეგრძნება მქონდა და ამაზე მე დიდი ხანი ვიფიქრე, რომ რატომ მოხდა ესე რა და საბოლოო ჯამში ცხოვრებამ მაინც მიმიყვანა იქამდე, რომ მე კიდე მომიხდა ესეთი ვითარება გერმანიაშიც. ხო და საბოლოო ჯამში ვთქვი, რომ აი ესე იგი მოითხოვს შემგან სამყარო, რომ ამაზე ვივარჯიშო რა. ეს ხმამაღლა საუბარი ჩემი აუცილებელი. არავინ არ გეტყვის შე, რომ აი შე რა კარგი ხარ, მიდი. ყველა თავის თავზე არის კონცენტრირებული გესმის და საკუთარი დედაც კი არ გეტყვის მაგას, იმიტომ რომ საკუთარი დედაც თავის სამყაროში არის გადართული და რაღაცებს ფორჩი ხობს იქ გონია რომ რაღაცას აკეთე. ხო, მოკლედ ერთი სიტყვით შენ თავს თუ არ უთხარი შენვე, სხვა არ გეტყვის ამას. განსაკუთრებით რჩეულებთან არის ხოლმე ესეთი ვითარება რა. აი ხმა მე რის ნიადაგზე გეუბნებით, იცით, რამდენი რჩეულის მატრიცა განვიხილე და ძირითადად ყველა რჩეულს აქვს დაბალი თვითშეფასება. აი ამ დაბალი თვითშეფასებით ეს ეთყობა ერთგვარი ეს არის რა, თამაშის ნაწილია, რომ ამ შენ დაბალი თვითშეფასების გამომუშავება შეძლო, რომ შენი თავი შეაფასო სრულყოფილად. ისეთი როგორი შექმნა გამჩენმა ღმერთმა,
ისეთად აღიარო, შეიყვარო და მოიფერო შენს თავს. ხო და საბოლოო ჯამში, როდესაც მე 4 წლის წინ თუ 3 წლის წინ დავიწყე ლაიფების ჩაწერა, ვგრძნობდი რომ ვერ ვლაპარაკობ და ვერ მეტყოლებ და აი მიჭირს. ყოველ სიტყვაში ვიჭედები, ყოველ წინადადებაში ვიჭედები, მაგრამ იმხელა ბრძოლა იყო ხოლმე ჩემს თავში მახსოვს რა. რომ არა უნდა გააკეთო, აი თან ლაპარაკობ და თან მეორე მხარე, ანუ პარალელურად მიდის ამაზე ფიქრი, რომ მიდი გააკეთე, ილაპარაკე. მიაწექი, ხო იცი, მიდი მიაწექი. ხო და არ დანებდი და აი ეს თანდათან არ დავნებდი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიჭირდა. აი შინაგანად იმხელა ენერგია მიმდიოდა ამაზე, რომ აი ეს პარალელური ეს აზროვნება, რომ ხვდები რომ ვერ ლაპარაკობ, თან უნდა ილაპარაკო, თან რაც უნდა გამოსათქველი უნდა გამოთქვა და ხო და გეტყვის მაშინ კი მედია ეგეთი ხალხიც არის, ვინც გეტყვის ნუ გეშინიაო, მაგალითად შენ გეტყვის ის ადამიანი, ვინც შეძლო გულის გახსნა და ვინც მიაგნო აი ამ ფორმულას, რომ თურმე რა გუშლის ჩვენ ხელს. კომუნიკაცია, ენა არის ყველაზე მნიშვნელოვანი. რომ ჩვენ ერთმანეთი ენით გავაძლიეროთ და სიტყვით, ხო და მოკლედ ერთი სიტყვით ხდება ისე, რომ ძალს მე და ძალს ეს ჩემი მეორე პარალელური სივრცე, რომელიც მეუბნება, რომ აი არ შეგიძლია ეს და მოკლედ ეს არის ერთ-ერთი დემონი, რომელიც უნდა დამარცხდეს, გესმით? კი არ უნდა დამარცხდეს, უნდა მოუარო მას, ანუ როგორ ქნა ისი განდევნო. რომ აღარ გქონდეს შენზე ის რა გავლენა აღარ გქონდეს. ხო, ეგ არის ერთი და მე მივხვდი რომ აი როგორც კი ჩაგიჭერენ ეს ტროლები რაღაცა სისუსტეში, ეგრევე იქ გაწვევიან ხოლმე ზუსტად იმ კომენტარებს გიწერენ, რაც შენ თქვა დაგაგრევდა და მინდა გითხრათ რა, რჩეულებო, რომ აი როგორც კი მიხვდებით მაგ პროცესს, რომ ეხლა ეს არის და მაზოლზე გაწვევიან, ნუ დაუშვებთ იმას, რომ მოგაწონენ და ჩაგქოლონ, სადღაც ჩაგიყვანონ, კედელზე აგაყუდონ. პირიქით, გააკეთეთ პირიქით. გესმით? უკაცრავად ცხვირი მეხოცება ცივა და ხელებიც გამეყინა. ხო, სულ კალბახი, ლილი, მებრძოლი ხარ და ძლიერი. ხო, მებრძოლი და ძლიერი ეს თავიდანვე ვიყავი. მადლობა უფალს, ამის რო არ ყოფილიყავი მე თქვენ ახლა ესე ვერ დაგიწყებდით ლაპარაკს და ამდენ ადამიანს, რომელიც დატყვევებული ყავდა რა სისტემას. გახსოვთ მე ადრე ჩავწერე ესეთი ვიდეო, სადაც ილია მეორეს მიუმართავ, რომ გამოუში ჩემი ხალხი მეთქი რა. და ნუ ახლა ზოგმა შეიძლება ვერ გაიგო რას ნიშნავდა ეს ჩემი ხალხის გამოშვება და რა ხალხი და ეს. აი ეს არის ის ხალხი, ვინც რჩეულია და სისტემას ჩაკეტილი ყავს, რომ მე საწყალი, მე უბედური, მე საცოდავი, მე ცოდვილი, მე მრუში, მე ეს და ვაი დედა და ვუი დედა და ვაიმე და აი ესე და ღმერთმა დაგვიფაროს ხალხო. ეს ყველაფერი არის ბოროტი სისტემის ჩამოყალიბებული და აგერ მე უფექრი სტეფორემაც დაგვიმტკიცა, რომ ლოცვები აბსოლუტურად სხვა გზით უნდა იყოს წარმართული. ნეგატივზე არ უნდა ვიყოთ ჩაჭერილი, გესმით? ჩვენ ჩაგვიჭირეს ნეგატივში და ეგონათ რომ ესე იქნებოდა ბოლომდე, მაგრამ ასე არ არის რა. ბევრი მებრძოლი ვართ ახლა დარჩენილი, ვინც ხმა უნდა ამოვიღოთ. ხო და ეს ხმა არის ის შენი ხმალი, ხმა ალის ხმა. გამეყინა ხელები. ნეტა ხელთათმანები ჩამესვა, მაგრამ არ ჩავიცი და სად ხარ? სად ვარ ჩემო კარგო და ჩემს სოფელში?
ჩემს სოფელში ასურეთში. ეს არის ჩემი სოფელი. სადაც ბებია ჩემი იყო ხოლმე და ეხლა ჩვენ ვართ. ხო და ასე იყო ჩემო კარგებო. ანუ მებრძოლი არის მხოლოდ ხმლით კი არა. დღეს სიტყვით და სიტყვის ძალით. დღეს არის სიტყვა მნიშვნელოვანი. მაგალითად აი ხო ზოგს აქვს ეს კომპლექსი რომ გაუნათლებელი ვარ და ბევრი არ ვიცი. მე გეტყვით რომ სანამ გარეთ ბავშვები თამაშობდნენ ხოლმე ხო? ეხლა რამდენი ვიცოდი 12 წლის ასაკში და 13 წლის ასაკში, მაგრამ იმდენად გახსნილი მქონდა გონება მაშინაც რომ დამჯდარიყავი. 90 წლის კაცსაც ისეთ რაღაცებს ვეტყოდი რომ არ ვიცი. მოკლედ მე მინდა გითხრათ რომ დღევანდელთან დაკავშირებით მაშინდელი აზროვნება თითქმის არ შეცვლილა. და ისიც მინდა გითხრათ რომ ზოგიერთ ადამიანს უთქვას ჩემთვის რომ აი შენ რა ნაკითხი ხარ და მე რასაც წავიკითხავ. არ ვიცი რამდენად ნაკითხი ვარ მეგობრებო, მაგრამ მართალი გითხრათ რა არის იცი, აი გახსენება არის ინფორმაციის. აი წავიკითხე წიგნის ერთი გვერდი ხო? მე უკვე ვიცი რა წერია იმ წიგნში. და აღარ მინდა ხოლმე ამ წიგნის წაკითხვა. ეხლა შეიძლება ზოგმა ამპარტავნებად ჩამითვალოს, მაგრამ რამდენჯერ გამოვცადე ჩემი თავი რომ წავიკითხე ხო და ვთქვი აი ეს დამთავრდება და ეს წიგნია. წავიკითხე და ზუსტად იგივე რაც მე უკვე გავიფიქრე. ეს იმას ნიშნავს რომ ადრეც მithქვავს მე თქვენთვის რომ როდესაც სულიწმინდასთან შეერთებული ხარ ხო? შენ ინფორმაციები ჩამოგაქვს ეთერიდან. ეს რა ქვია ასტრალიდან ეთერში. და აღარ გჭირდება მე აი ამ დაწერილს. ყველა მწერალს ასტრალიდან ჩამოტანილი აქვს ეთერში ეს ინფორმაციები. და შენ თუ მაგის წმინდა ხარ ხო? ანუ განწმენდილი ხარ. კიდევ ერთხელ რომ არ წაიკითხო, შენ თავად შეგიძლია ჩამოიტანო ეს ინფორმაციები ასტრალიდან ეთერში. ხო და ხო ძალიან ლამაზი სოფელია, იმოდი დაგეთორიელებინათ. ხო და ასტრალიდან ეთერში რომ ჩამოგაქვს ეს ინფორმაციები, წარმოიდგინე რომ შენ შეგიძლია იგივე დაწერო, რაც დაწერეს ადრე მწერლებმა, ფილოსოფოსებმა და რა ვიცი, მოაზროვნე ხალხმა, მეცნიერებმა. ერთი და იგივეა რა. ამიტომ თქვენს თავში ეძებეთ ერთხელ მითხრა ეგ ზუსტად ეკითხვა მაწუხებდა მე და მეთქი ამდენი ნაწერი, ამდენი წიგნია, სად მოვასწრებ, მეთქი ერთ ცხოვრებაში როგორ მოვასწრებ ამის ყოველდღის წაკითხვას თქო რა, ეს მედიტაციების დროს დავსვი ეს კითხვა და იცი რა პასუხი გამცა ღვთისმშობელმა. არ არისო აუცილებელი ის წაიკითხო რაც დაწერილიაო, შენს გულში ეძებეო, გესმის? არაფერი არ დაწერილა იმაზე მეტი, ვიდრე შენს გულში უკვე არისო. ხო და აი ამან დამაწყმარა. ამის მერე, აი ნებისმიერ ხო გითხარით რა, მე რა ინფორმაციას მჭირდება, ამ ინფორმაციას მაწვდის სამყარო. შეიძლება გავიფიქრო ახლა აი ვიღაცაზე გავიფიქრო რა და უცბად მომაწვდის სამყარო, არ ვიცი, ზოგი მაჩუქებს წიგს, ზოგი Facebook-დან ამომივარდება, ზოგი შეიძლება ქუჩაში ეგდოს რაღაც ნაფლეთი და ზუსტად იმაზე გამწეს პასუხი. აი ესე დავკავშირდი სამყაროსთან რა და ხო, შენ თვითონ ხარ წიგნი წაკითხო უნდაო, ამბობს მედია კი. გამიყიდა. მიყვარს ეგ გზა და ვისთანაც მაგ გზას მივყავა რომ ლალები წერს ხო ონლაინ, ძალიან სიყვარელი ხარ. არ გაცივდეთ ამარო, არა მე რა გამაციეს. ხო და ხელები გამიყიდა უბრალოდ დამისკდება ახლა ხელები. არ მიყვარს ხელების დასკდომა.
ამთას იქით, აი ამთას იქით არის ზუსტად აქ ცხოვრობ მე, აი მანქანა რო დგას ეს საცხოვრებელი. აქ ცხოვრობ მე და ამთას იქით არის მოჩანს აზეულას მთა. აზეულას მთა არის ის ადგილი, სადაც დევნაუფლისწულს დასთხარეს თვალები და შემდეგ თამარ მეფის ინაუგურაცია იყო და შემდეგ იქ გარდაიცვალა თამარ მეფე. და სულ ხშირად მას იზრდებოდა ბავშვობაში ეს მთა ინგრევა ვითომ და მოდის და მთელ პირდაპირ ჩვენს კართან მიდის. ხო და ძალიან აი სამყარო რო განვიხილოთ დასაბამიდან დღემდე და შენი თავი არ გამორიცხო, ხო? ანუ ინტეგრირდეს ამ დროში დასაბამიდან დღემდე რა ხდებოდა შენს თავს. ძალიან საინტერესო ამ ჭრილში რომ განიხილო. ხო და მადლობა მინდა მოგიხადოთ ყველას, ვინც მწერთ ხოლმე პირადში თქვენს აღმოჩენებს ჩემი ლაიფის ნახვის შემდეგ და აი ეს მახარებს მე მეგობრებო რა. ეს არის მისია, რომელიც შედგა და მადლობა უფალს ამისათვის. ეხლა მე შევასახში აბა თქვენი ცით დაგემშვიდობებით და გაკოცეთ.